ოთახი, რომელშიც არც ერთი ღერი სიგარეტი არ უნდა იყოს მოწეული. ეს არის ის ძირითადი ვარსკვლავური კაპრიზი, რომლის შესრულება შერონ სტოუნმა თბილისში ჩამოსვლამდე მოითხოვა. Redison Blue ივერიაში ვარსკვლავებისთვის ნომრები უკვე მზად არის. ბოლოს ამზადისია კინოთეატრ რუსთაველში და რუსთაველის თეატრში. უკვე ცნობილია ის მენიუც, რითაც საპატიო სტუმრებს საქველმოქმედო ვახშამზე გაუმასპინძლებიან. ვარსკვლავების დახვედრამდე დროის ათვლა დაწყებულია. ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დიდ თავყრილობამდე თბილისის დროით 72 საათზე ნაკლები დარჩა. უფრო ნაკლები დრო მანამდე, ვიდრე Redison Blue ივერია პირველ ვარსკვლავს მიიღებს. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში შერონ სტოუნი 4 ივნის დაბინავდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასტუმრო Redison Blue ივერიაში და შევდივართ ოთახში, სადაც გაჩერდებიან ჰოლივუდის ვარსკვლავები შერონ სტოუნი და ენდი გარსია. ეს არის ოთახის მისაღები ნაწილი, სადაც სტუმრები მიიღებენ თავიანთ სტუმრებს. აქედან ინიშნება არაჩვეულებრივი ხედი თბილისზე, აქედან ხედი მთაწმინდისკენ, ხოლო ოთახის მეორე ნაწილიდან ხედი იშლება სამების საკათედრო ტაძარზე და ძველ თბილისზე. ხედი შერონ სტოუნის ოთახიდან იდენტური იქნება. მსოფლიო ვარსკვლავი ჯუნიორ სვითის კლასის ნომერში 2 ღამეს გაათევს. ეს არის ჯუნიორ სვითის საძინებელი ოთახი, სადაც მსახიობები დაისვენებენ და აქედან შევდივართ სააბაზონო ოთახში. მსგავს ნომრებში დაბინავდებიან უკვე მეორედ ენდი გარსია და ფილმის რეჟისორი ლენი ჰარლინიც. თუმცა ერთი განსხვავებით, შერონ სტოუნს მცირე მოთხოვნები აქვს. მის ნომერში სიგარეტის არც ერთი ღერი არ უნდა იყოს მოწეული. ჩვენ სასტუმროში დაყოფილია სართულები მწვაველთა და არამწვაველთა კატეგორიების მიხედვით და ძირითადად სწორედ ევროპელების მოთხოვნაა, რომ იმ ოთახში, სადაც ისინი ცხოვრობენ, იყოს ეს სართული არამწვაველთა. სხვა ვარსკვლავური პრეტენზიების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჰოლივუდელი ლამაზმანი საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებით უფრთხილდება. შესაბამისად, მას Redisonis სპაში ცელოდებიან. ოთახის ღირებულებაში შედის სწორედ აქ შემოსვლა სარგებლობა აუზით, სარგებლობა საუნით, სოლარიუმით და ფიტნეს ცენტრით. ჰოლივუდის ვარსკვლავები თუ გადაწყვეტენ, რომ რელაქსაცია უნდა თბილისში, რა თქმა უნდა, ისინი ამ ცენტრსაც ეწევიან. თბილისის ხედების ფონზე რელაქსაციის დრო 5 ივნის 5 საათისთვის ამოიწურება. აგვისტოს 5 დღის პრემიერაზე მისასვლელად სტუმრები წითელი ხალიჩის ნაცვლად სპეციალურ წითელ ხიდს გაივლიან. 5 ივნის ზუსტად 6 საათზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტება და წითელ ხიდზე, რომელიც სპეციალურად მოეწყობა ჰოლივუდის ვარსკვლავები და ის საპატიო სტუმრები გაივლიან, რომლებიც კინოთეატრ რუსთაველში აგვისტოს 5 დღის პირველ ქართულ პრემიერას დაესწრებიან. კინოთეატრ რუსთაველში ფილმის პრემიერას 1000-მდე მაყურებელი ეყოლება. შეიძლება თეატრის შიდა ინტერიერი. ფილმის პირველ ქართულ ჩვენებამდე კი საზოგადოება პირველად ნახავს დოკუმენტურ კადრებს აგვისტოს 5 დღის გადასაღები მოედნიდან. 17,000 ფოტოდან დამთვალიერებლისთვის ნაკანი მამასახლისის სტუდიამ გამოფენისთვის მხოლოდ ის კადრები შეარჩია, რომლებმაც ავტორებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და ძალიან გაგვიჭირდა არჩევა, მაგრამ ავარჩიეთ იმის მიხედვით, რომ თვითონ მთავარი გმირები გამოჩნდნენ და მთავარი სიუჟეტები. ხოდა იქნება 42 ცალი. 6 კაციანი ხო? ეს მაგდები. 6 კაციანი, ერთადაც წინ იქნება 8 კაციანი. სახეს 5 ივნის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზით შეიცვლის საქველმოქმედო მიღება ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და ქართულ ბიზნესმენებთან ერთად შედგება. საღამოს, სადაც ფოლკლორული სიმღერები შესრულდება, შერონ სტოუნი, ენდი გარსია, ლენი ჰარლინი და აგვისტოს 5 დღეში მონაწილე მსახიობები დაესწრებიან. შემოწირული თანხა კი ამავე ფილმში ასახული ომის გმირებს გადაერიცხებათ. ორმაგად სასიამოვნოა კიდევ ის ფაქტი, რომ საღამო არის საქველმოქმედო, რომელიც მოხმარდება აი ამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლაც სტუმრებმა მოისმინონ საუკეთესო ნიმუშები ჩვენი, ასე ვთქვათ, ხალხური შემოქმედებიდან. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აუცილებელია, რომ იყოს მრავალხმიანი ქართული სიმღერა, რომ ეს მოისმინოთ. და რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ორკესტრი ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით და ესე ვთქვათ, საღამოს მშვენება სოფო ნიჟარაძე. ვახშამი პრემიერის შემდეგ კლასიკური დეკორითა და 7000 ვარდით გაწყობილ დარბაზში გაიმართება. Sexy red, მოშავო grand კლასი, მე სტაფილსფერის სპრეი ყვავილებია, პატარა ყვავილებია, ბევრი ერთწოდზე, როკსტარი, ვუდუ, ტროპიკალ ამაზონი და აგრეთვე ძალიან საინტერესო ყვავილი, რომელიც მოსაკ ჩამოვარდნილი გრძელი, რომელსაც ქვია ამარანტუს. კერძებს ფრანგი მზარეული ქართულ კულინარ თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად მოამზადებს. 4 თავი კერძი გამორჩეული რეცეპტით მომზადდება. ალან პასარი თბილისში დღეს სპეციალურად ჩამოვიდა.
პრემიერისა და საღამოს ვახშმის გარდა ვარსკვლავების განრიგში კიდევ რამდენიმე შეხვედრა ამონიშნული. მოთხოვნების სია მეტნაკლებად სარიელია. მოგრძალებული სურვილი მხოლოდ შერონ სტოუნის მხრიდან გამოითქვა. ქართული ქორეოგრაფიის ახლოს გაცნობა. მათ დიდი სურვილი აქვს ნახონ ქალაქი, მოინახულონ სხვადასხვა კულტურული ძეგლები. სამწუხაროდ ძალიან დიდი დრო არ გვაქვს ყველაფრის განსახორციელებლად, მაგრამ ვეცდებით რომ განახოთ ის ქართული კულტურა და ის ქართული სტუმართმოყვარეობა, რაც მათ სმენიათ. შერონ სტოუნი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები თბილისურ საბერძნელებებს ჟურნალისტებს 5 ივნის სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაუზიარებენ.